ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უფლის ცნების შესახებ, გიყვარდეთ მტერნი თქვენი. ამ ცნებას ჩვენ გვთავაზობს სულთმოფენობიდან მე-18 შვიდეულის საკვირაო წირვის სახარება. ეს არის სახარება ლუკასი მე-6 თავის 31-დან 36 მუხლების ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარების. და ვითარცა იგი გნებავს თქვენ, რათა გიყონ კაცთა და თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფთით მათ. და უკვე თუ გიყვარდეთ თქვენ მოყვარენი თქვენი, რა იარს მადლი თქვენდა, რამე თუ ცოდვილნიცა მოყვარეთა მათთა ყვარობენ. და უკვე თუ კეთილის მყოფელთა თქვენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქვენდა, რამე თუ ცოდვილნიცა ამას ყოფენ. და უკვე თუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კვალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქვენდა, რამე თუ ცოდვილნიცა ავასხებენ, რაითა მოიღონ სწორი. ხოლო თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენი და კეთილსა უყოფთით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ და იყოს სასყიდელი თქვენი მრავალ და იყვნეთ ძე მაღლის, რამე თუ იგი თავადით კბილარს უმადლო თათვისცა და უკეთურთა. იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არს. სახარების ეს მონაკვეთი იწყება სიტყვებით, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ. თუ თქვენ გსურთ რომ გაჭირვებაში ხელი გამოგიწოდონ, თქვენს გაუწოდეთ. თუ თქვენ გსურთ რომ გაპატიონ რაიმე შეცდომა, თქვენც აპატიეთ. დააყენეთ თქვენი თავი მეორე ადამიანის ადგილზე და წარმოიდგინეთ, რა დაგჭირდებოდა თქვენ მის, ასე ვთქვათ, მის მდგომარეობაში და ისე მოექეცით მას. შემდეგ სახარება გადადის ასეთ მუხლზე, რომ და თუ თქვენ კეთილს უკეთებთ მათ, ვინც თქვენ კეთილად გექცევათ, რა მადლია თქვენ და ანუ რა არის რაში გამოიხატება თქვენი სიკეთე. თქვენ უკეთებთ სიკეთეს იმას, ვინც თქვენ გიბრუნებთ ამ სიკეთეს. და თუ ასესხებთ, ვინც უნდა დაგიბრუნოთ, აქაც არავით არის სიკეთე არ არის. თქვენ ისევ ელოდებით დაბრუნებას. ანუ თუ ჩვენ სიკეთეს ვუკეთებთ იმ ადამიანებისგან, რომელთაგანაც ველით რომ იგივე სიკეთე დაგვიბრუნდება, ამ შემთხვევაში ეს რაიმე სათნოება ამაში, ანუ ეს რაღაცა მადლი, ანუ რაღაც დიდ საქმეს ჩვენ არ ვაკეთებთ და პირველი დაამატებს, რომ ცოდვილებიც აკეთებენ ამას, ანუ ცოდვილები თავის ახლობლებს, ვინც მათ კარგად ექცევათ, ისინიც კარგად ექცევიან. და უცებ გადადის აი ამ საოცარ ცნებაზე, ხოლო თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენი. აი ამ პირველ ნაწილში იწყება იმით, რომ ადამიანი მეორე ადამიანისთვის სიკეთეს უნდა აკეთებდეს. მაგრამ როგორც წესი, ჩვენ თავს ვალდებულად თვლით სიკეთე გავუკეთოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ კარგად გვექცევა. და გვეუბნება, რომ თქვენ შეიძლება კარგად მოექცეთ მეორე ადამიანს, მაგრამ თუ მხოლოდ იმას მოექცევით კარგად, ვინც თქვენ საპასუხო სიკეთეს დაგიბრუნებთ,
ეს არ ნიშნავს რაიმე ღირსეულს აქციელს რაღაცა ღმერთისთვის ძალიან წინაშე რაღაც მნიშვნელოვან ქმედებას. ამას სოდვილებიც აკეთებენ. მათაც ყავთ ახლობლები, რომლებიც მათთვის ზრუნავენ და ბუნებრივია ჩვენ ზრუნავთ იმათთვის, ვინც მოველით რომ ჩვენ ასევე სიკეთე არ დაგვეკარგება, დაგვიბრუნდება და აი ესეთი აქ ნორმალურად ითვლება სიკეთე, ანუ ასეთი სიკეთე პირიქით უნდა აკეთოს ადამიანმა და აი მაგრამ აქ ესე იგი გადასვლა პირდაპირ რომ გიყვარდეთ მტერნი თქვენი ქვეტექსტი ის არის რომ მაგრამ თუ მარტო ამას ვაკეთებთ ანუ თუ მხოლოდ მისთვის ვართ მათ მიმართ ვართ კეთილნი ვინც ჩვენს მიმართ იგივე სიკეთეს იჩენს და ჩვენ აი ამის მოლოდინი გვაქვს მხოლოდ მაშინ ეს სიკეთე შეიძლება ითქვას რომ არც არის სიკეთე ეს არის რაღაც ანგარება არის ანუ სიკეთე უნდა იყოს უანგარო და როდის შეიძლება იყოს სიკეთე უანგარო აი როდის შეიძლება გიყვარდეს ყოველ მიზეზის გარეშე უბრალოდ გიყვარდეს მოყვასი შენი რომელიც უფალმა შენ ასე ვთქვათ რომლის სიყვარულიც უფალმა დაგავალა შენ გევალება შენ ღმერთი გავალებს მოყვასის სიყვარული აი როდის არის უანგარო როდესაც ჩვენ მისგან არაფერს არ მოველით და მით უმეტეს კიდე უფრო მეტად თუ მოველით რაღაცა ასე ვთქვათ ცუც ანუ ისეთი ადამიანის სიყვარული რომელიც ჩვენს მიმართ უარყოფითად არის განწყობილი და მისი არსებობა შეიძლება ჩვენ აღვიქვათ სხვადასხვა გამოვლენებების შემთხვევაში სხვადასხვა ხარისხით ჩვენ მოწინააღმდეგეთ ჩვენი არაკეთილ მოსურნეთ მტრობა სხვადასხვანაირად ვლინდება მაგრამ ერთია გამაერთიანებელი ყველა მტრობის ხარისხები სხვადასხვაა მაგრამ აი ვიცით რომ ჩვენთვის კეთილი არ სურს და პირიქით მზად არის მისთვის მოსახერხებელ ვითარებაში რაიმე ცუდიც გაგვიკეთოს და არ გვისურვებს კეთილს რაღაცა აი ჩვენს წინააღმდეგ არის ადამიანი გაწყობილი აი ასეთი ადამიანის სიყვარული არის სრულად თავისუფალი ანგარებისაგან აი ვინც თქვათ არ გვიკეთებს სიკეთეს მაგრამ არცოც არ გვიკეთებს იქ კიდე რაღაცა ანგარება კიდევ არის რა არის ეს ანგარება აი ეს არის რომ მაინც აი თუნდაც საკუთარი თავის წინაშე თუნდაც ღვთის წინაშე რაღაც გამოვჩნდეთ რომ აი ჩვენ გვაქვს უნარი სიკეთის კეთების სურვილი სიკეთის კეთების და რაღაცა ესეთი ქვეცნობიერად შეიძლება რაღაცა მორალური ასეთი კმაყოფილება განვიცადოთ ანუ ჩვენი სინდისი დამშვიდდეს ამით როცა უკეთებთ სიკეთეს ვინც არ გვიკეთებს სიკეთეს არ ფიქრობ ჩვენთვის რა იმის გაკეთება მაგრამ ჩვენ არ მოველით იმისგან რომელიც უკეთებთ მაგრამ აქაც შეიძლება იყოს როგორც თქვით ანგარება რაღაც აი თვითკმაყოფილებაც კი რაღაც გარკვეული სახით შეიძლება იყოს ანგარება და აი მტრის სიყვარული დაცლილია უანგარობისაგან იმიტომ რომ არავით არის სარგებელი ჩვენ არ გვაქვს ანგარება არის რაიმე სარგებელის მოლოდინი და აი როდესაც მიყვარს ყოველგვარი მიზეზის გარეშე და პირიქით მაშინ როდესაც ჩემს მიმართ არის ესეთი უარყოფითი დამოკიდებულება რაღაც როდესაც მე ვწუხდები რომელიმე პიროვნების ქმედებით ჩემს მიმართ და მაშინ მე სიყვარულს ვიცენ ესე იგი მე მაქვს ღვთაებრივი სიყვარული ანუ მე ვემსგავსები უფალს და როგორც სახარების ბოლოში ამ მონაკვეთის ბოლოში წავიკითხეთ იყავით თქვენ მოწყალე ვითარცა მამაი თქვენი მოწყალე არის ანუ ჩვენ ვართ შექმნილი ღვთის ხანდან და მსგავსად ჩვენ უნდა მიუბაძოთ ყველაფერში ღმერთს ღმერთს კი ყველა უყვარს და იგი ესე იგი მზის სინათლეს იგი უნათებს კეთილსაც და ბოროტსაც და რასაკვირველია უყვარს კეთილი მაგრამ
ასევე ეწოდება ბოროტი, რომელიც იღუპება, მიდის წარსაწმენდელში და ძალიან სტკივა მისი დაღუპვის ეს არჩევანი დაღუპვის გზაზე დგომა მისი არასწორი არჩევანი ტკივა ღმერთს და ებრალება. ანუ უყვარს, უნდა გადარჩენა მისი და თუ კი უფალს უყვარს თავისი შვილი, ანუ ჩვენი სულიერი ძმა ან და განაჩვენს არ უნდა გვიყვარდეს იგი. გარდა ამისა, ხანდახან იტყვიან, რომ კი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ უფალი სრულყოფილია, ჩვენ ადამიანები არასრულყოფილები ვართ და ბუნებრივია ჩვენ არ აგვაქვს ძალა, რომ ვინც ჩვენ ცხოვრებას დაამძიმა ჩვენი ცხოვრება, დაამწარა ჩვენი ცხოვრება და შეიძლება ეს პერმანენტულიც არის, გრძელდება ეს პროცესი. ну ძალიან ძნელია ახლა მე რომ ვთქვათ ეს დავძლიო ეს ტკივილი და ну მას შეიძლება სამაგერო არ გადაუხადო, მაგრამ უფალი არ გვეუბნება რომ ნუ გადაუხდით სამაგეროს, მოითმინეთ. არა, გვეუბნება გიყვარდეთ. და ეს ძალიან ძნელი. მაგრამ თუ ჩვენ გარდა იმ ვალდებულებისა, რომელიც უფალმა დაგვაკისრა, რომ ჩვენ უნდა მას ვბაძავდეთ და როგორც იგია მოწყალე, ჩვენც უნდა ვიყოთ მოწყალე. გარდა ამისა, ჩვენ უნდა დავინახოთ სარგებლობა ამაში. ძალიან დიდი სარგებლობა, რომელსაც ჩვენ გვიყვარს მტერი. რა არის ეს სარგებლობა? ეს სარგებლობა გახლავთ ის, რომ ყოველი ადამიანის გულში გავლებული ასეთი აზრი, გრძნობა, განცდა, უარყოფითი ჩვენი მაჭირვებელის, ჩვენი მტრის მიმართ. ჩვენ გაგვახსენდა და არ გვსიამოვნებს მისი სახის დანახვა, მისი ქმედების გახსენება, მისი პიროვნება ჩვენში აფორიაქებას იწვევს, აღიზიანებას იწვევს, სურვილი ჩდება, რომ რაღაც მას რაღაც ცუდი დაემართოს და თუ დაემართება ცუდი ჩვენ ეს გვესიამოვნება. ეს არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ტრაგედია, რასაც მტრის სიძულვილი ბადებს ჩვენ გულში. ანუ ქრისტიანის გულში უნდა იყოს სიყვარული. და თუ ქრისტიანის გულში შემოდის სიძულვილი, თუნდაც განკითხვის დონეზე, გაღიზიანების დონეზე, ეს განცდა თუ მას ჩვენ ვერ ვერევით და იგი ხშირად შემოდის ჩვენში და თუ არ გვიყვარს მტერი, ბუნებრივია ეს აზრები ყოველთვის შემოვა, შეიძლება ისე ვიმეორებ, არ გადაუხადოთ სამაგერო, მაგრამ თვითონ ის განცდა ადამიანის მიმართ, ესე ვთქვათ, უსიამოვნო განცდა, როდესაც დაინახა, როდესაც გაგახსენდება რაღაცა და ვერასოდეს ვერ მოიშორებ იმას, რომ ვთქვათ, მას რაღაც ხიფათი შეხვდა და ნიშანს მოუგებ, თუნდაც შენს გონებაში, თუნდაც მოყვასთან საუბარში, რომ დაისაჯა ის, იმიტომ რომ ცუდი ადამიანია. ეს არის ის, რაც წამლავს ჩვენს სულს. ეს არის ის, რაც ჩვენს გულში ღვთის მადლს ამცირებს და ანადგურებს. ამიტომ თუ ჩვენ ღრმად ჩაუკვირდებით ამ ცნებას, ეს არის ჩვენი სულის გადარჩენის ცნება, ჩვენი სულის ამ უწმინდურებისაგან დაცვის დაცვისათვის აუცილებელი მცნება. როდესაც ჩვენ გვეუბნება უფალი, რომ გიყვარდეს მტერი, რასაკვირველია, თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ მტერსაც სიკეთეს გაუკეთებთ, იმითი რომ მოდით ესე ვთქვათ, არ დავამძიმებთ მის ცოდვას, კიდევ უფრო არ გავაბოროტებთ. აქ არის რასაკვირველია ძალიან დიდი ალბათობა, რომ თუ ადამიანი გულწრფელად შეძლებს ამის გაკეთებას, შეიძლება დააფიქროს ადამიანი მეორე
მოძულე, მაჭირებელი, მტერი და შეიძლება თუ მთლიანად არ შეიცვალა ჩვენს მიმართ დამოკიდებულება, შერბილდეს ეს დამოკიდებულება და რაღაც მომენტში შეიძლება შეიცვალოს, ანუ შეიძლება ადამიანი მოიქცეს ამ ჩვენი ქმედებით, მაგრამ ეს არ არის მთავარი და პირველ ხარისხოვანი ამოცანა, როდესაც ამ ცნების აღსრულებას გვავალებს უკან. რასაკვირველია ესეც და ეს დიდებულია თუ ეს გამოვა, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ჩვენი გულის დაცვა, განკითხვის, გაღიზიანების, სიძულვილის გაცდებისაგან. ჩვენ გვიცავს ამ ცნებით ღმერთი და თუ შენი გული ასე ვთქვათ, შეიბილწა ამ განცდებით, შენ კარგავ უფლის მადლს. შენ გულში ვეღარ დაივანებს მადლი უფლისა, შენ კარგავ მადლს. ანუ შენ ზიანდები იმით, რომ განიკითხავ, ღიზიანდები და გძულს შენი და რისხანებაში შეიძლება ვარდები, შენი მაჭირვებელი. აი ამითი შენ იზიანებ შენ თავს და აი თუ ამ თვალით შევხედავთ, ეს არის გაფრთხილება, რომ ნუ ჩავარდები აი ამ ცოდვაში და რომ არ ჩავარდე, ერთადერთი გზა არის რომ გიყვარდეს იგი და რომ გიყვარდეს რა არის აი ეს ერთი რომ შენ თავს იცავ, მაგრამ მეორე შენ უნდა გესმოდეს რომ ადამიანი რომელიც ცუდად ექცევა მეორე ადამიანს ის და მით უმეტეს თუ ეს ხარისხი სულ უფრო და უფრო მატულობს, სადაც ეს მატულობს, რომელ ადამიანში ეს მატულობს, ესე იგი, ხარისხი მისი ღმერთთან დაშორებისა და მისი წარწმედის, ესე ვთქვათ, ალბათობა იზრდება. ამიტომ ღმერთს ებრალება ასეთი ადამიანი და ცდილობს დაეხმაროს მას, რომ ის არ წარწმდეს. და ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ჩვენ რაღაც ტკივილი მივიღეთ. ეს ტკივილი უფლის დაშვების გარეშე არაფერი არ ხდება. ჩვენ ყველა წუთი სოფელში დავდივართ ამ გზაზე, წუთი სოფლის გზაზე მრავალ განსაცდელს. ერთი არ იქნება, მეორე იქნება. მუდმივად რაღაცა გარკვეული ჯვრის ტვირთველობა გვმართებს. და ამიტომ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ეს განსაცდელებიც, თუნდაც ეს მაჭირვებელიც დაშვებულია უფლისაგან, დაშვებულია ჩვენი სულიერი განმტკიცებისათვის, წრთობისათვის და ეს მტერიც რაღაცა საშუალება არის იმისთვის, რომ აი ჩემი ცხონების გზაზე მე სათნოებაში გამტკიცდე და დავითმინო, მადლიერებით მივიღო და შესაბამისად გარკვეული თვალსაზრისით ეს დაბრკოლება მტრის სახით ჩვენი ცხონების პროცესში რაღაცა მონაწილეობასაც კი ღებულობს და თვითონ იღუპება. აი ჩვენ ესე იგი გვეხმარება იმ თვალსაზრისით, რომ უფლის დაშვებას თუმე ჩვენ მივიღებთ და სარწმუნოებით შევხედავთ, ის იარაღი გამოდის ჩვენი ცხონების. და გარდა იმისა, რომ ესე იგი ჩვენ კი არ ვზიანდებით ჩვენი სული კი არ ზიანდება მისი არასწორი ქმედებით. ჩვენი მიწიერი ცხოვრებას აქვს რაღაც შეფერხება, მაგრამ სულიერ განვითარებას მტერი ვერ შეუშლის, რასაკვირველია თუ ჩვენ სარწმუნოებით ვიქნებით. და იგი ამ დროს იღუპება. ამიტომ ჩვენ უნდა შეგვებრალოს ის. გარდა იმისა, რომ ჩვენი სულისთვის აუცილებელია დავძლიოთ ჩვენ თავში მისი განკითხვა, მის დამი გაღიზიანება, სიძულვილი, მრისხანება. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვებრალებოდეს ეს ადამიანი, რომელიც იღუპება დაღუპვის გზაზეა და უნდა ვლოცულობდეთ მისთვის. და მაშინ ჩვენი სულიც დაცული იქნება აი ამ დაცემებისაგან, ამ
საწამლავისაგან, რომელიც სრულიად დაშვებს, სრულიად აღმოფხრის ჩვენში ღვთის მადლს, გაანადგურებს, ეს ჩვენ ძალიან ძნელად მოვიხვეჭთ ამ ღვთის მადლს, არ არის ადვილი ღვთის მადლის. დაკარგვა ადვილია, მოპოვება ძნელია. და ერთმა გაფიქრებამ შეიძლება ჩვენი სული მთლიანად ესე ვთქვათ, განძარცვოს ამ მადლისაგან. და გარდა ამისა, ესე იგი ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ჩვენ ასევე და გვებრალებოდეს მოყვასი, რომელიც იღუპება და აი ჩვენ შეგვიძლია სასწაულიც ვიხილოთ, რომ ჩვენმა აი ამ სულგრძელებამ, მიმტევებლობამ, ხშირად ამბობენ, რომ აი უნდა მიუტევო იმ შემთხვევაში, თუ ის ითხოვს შენდობას. ეხლა მტერი შეიძლება არ ითხოვდეს შენდობას, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთია მიტევება იმისა, ვინც ითხოვს, ბუნებრივია უნდა მიუტევოთ, მაგრამ ვინც არ ითხოვს, იმის მიტევება ნიშნავს, რომ ჩემ გულში მის მიმართ გასამართლება არ ხდება, ჩემ გულში არ ხდება მისი გასამართლება. მე რაღაცას, ასე იგი, მის დასჯას არ ვითხოვ ღვთისაგან. აი ეს არის მიტევება, სრული მიტევება, აი ეს არის ნამდვილი მიტევება, როცა კი არ გთხოვენ მიტევებას, არამედ შენ არ ითხოვ მის დასჯას, შენ არ მოელი მის დასჯას, შენ არ გაგიხარდება მისი დასჯა. აი ეს არის შენი სულის, ასე ვთქვათ, თვის სასარგებლო, შენი სულისთვის დაცვა შენი მადლისა, შენი სულიერი მადლისა და აი ეს თავი გიყვარდეს ღმერთი, რას ნიშნავს, რომ არავითარი აზრი და განცდა არ შეუშვა შენს გონებასა და გულში, რომელიც ღმერთს დაგაშორებს და ეს გაშორებს შენ. და ღმერთი გეუბნება, რომ გიყვარდეს, გებრალებოდეს, მიუტევე შენ მტერს და შეიძლება სასწაულის მოხდეს და ის მოიქცეს, დაინახოს ეს ამის მაგალითებიც ყოფილა. მაგრამ მიუხედავად იმისა, ის მოიქცევა თუ არ მოიქცევა, ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ ის გადარჩეს. თუ ვერ გადარჩება, უნდა გვერანებოდეს, გვეწოდებოდეს და გარდაცვალების მერეც უნდა მოვიხსენოთ. რადგანაც ჩვენ ცხოვრებაში ის არსებობდა და მოხსენების დროსაც სიყვარულმა უნდა გადაფაროს ყოველნაირი უსიამოვნო გახსენების დროს მის მიმართ დამოკიდებულება უარყოფითი უნდა გადაფაროს, თუნდაც მისი გარდაცვალების შემდეგ. ასე რომ გიყვარდეს მტერი შენი, თითქოს და ერთის მხრივ ცნება არის ესეთი საკმაოდ რთული, რასაკვირველია, მარტივი არ არის, ეს ჩვენგან სრულყოფას ითხოვს, მაგრამ აქ თავის კი არ არის რა ხარისხში ჩვენ ამ ცნებას აღვასრულებთ. აი ჩვენ ერთი რამე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მაცხოვარი გვეუბნება, რომ იყავით სრულვით არც ამ მამაით თქვენი ზეციერი სრულად. ეს რა არის? ეს მოწოდებაა, რომ რას ნიშნავს მამაზე ციერივით სრული იყო? ანუ აბსოლუტური სიწმინდე, ხო? წმინდანობისკენ არის. ანუ ჩვენ ქრისტიანობა მოგვიწოდებს წმინდანობისკენ. ყველას განურჩევლად ჩვენი სულიერი თუ ფიზიკური შესაძლებლობების. ყველა მოწოდებული ვარ წმინდანობისათვის. და ბუნებრივია ამას აღწევენ ერთეულები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სვლა აი ამ სრულყოფისაკენ უნდა შევაჩეროთ და შევეგუოთ, რომ აი მე რაღაც დონეს მივაღწიე, მე ჩემი წილი რაღაც, ესე ვთქვათ, სათნოება აღვასრულე, არა. ასეთი რაიმე, რომ მე ჩემი წილი მაქვს და ვიღაც სხვა თავი წილი, ესეთი რამე არ არსებობს. არსებობს მუდმივი სვლა სრულყოფისაკენ. ზოგიერთი სვლა ეს უფრო წარმატებულია, ზოგიერთი შეიძლება წარმატებელი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ თუ ადამიანი ბოლომდე მთელი არსებით ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ, შეიძლება ის გაცილებით უფრო მაღლა აღმოჩნდეს, ვიდრე ადამიანი, რომელსაც მიაღწია ძალიან დიდ სრულყოფილებას და მერე გაჩერდა. გაცილებით უფრო მაღლა დადგება და ამიტომაც სახარებაში არის ასეთი ცნება, მრავალნი იყვნენ უკანანი წინა და წინანი უკანა. აი ეს მე არ შემიძლია მტრის სიყვარული და მე ეს არ მომეთხოვება, აი ეს არის ცოდვა. ეს არის აი ამ ცნების დარღვევა.
ის კი არა რომ ეს ვერ შევძელი, რომ მე ამის განხორციელებას არ ვცდილობ. ანუ მე არ ვცდილობ წმინდანობას. აი ეს არის მთავარი. ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ ის უნდა ცდილობდეს იყოს წმინდა. და რამდენჯერაც არ უნდა დაეცეს, ანუ ვერ შეასრულოს მცნება, ისე უნდა წამოდგეს და წავიდეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენს გაიმარჯვებს, რამდენჯერ გაიმარჯვებს, რა ხარისხშიავა, თავარია რომ ყოველთვის გააგრძელოს სვა სრულყოფისაკენ და აი ეს არის ქრისტიანობა და აი ეს არის რომ ეს მცნება რომელიც ძალიან მაღალი მცნებაა და სრულყოფილების და წმინდანობის მოთხოვნაა ეს მცნება ეს არის ჩვენი ესე ვთქვათ აი სწორედ ქრისტიანული ცხოვრების წესი, ქრისტიანული ცხოვრების ნორმა და ეკლესიური ცხოვრება სწორედ იმაში გვეხმარება რომ მუდმივად ვიყოთ აი ამ სულიერი განახლების გზაზე. ვერ შევძელით ვთქვათ ერთ შემთხვევაში ვიწყებთ მეორე, მესამე და ასე დაუსრულებლად. სიცოცხლის ბოლომდე ვცდილობთ ფეხზე წამოდგომას. ზოგი ისევ გავიმეორებ, ერთეულები აღწევენ წუთისოფელში, რომ ზლევენ ცოდვას და ასეთებს ეკლესია უწოდებს უვნებელს, ანუ ვნება მას ვეღარ ამარცხებს. მაგრამ ესეთი ერთეულები არიან, მაგრამ უმრავლესობა, ასე იგი, შეიძლება ვერ აღწევს ამას, მაგრამ თუ ცდილობს მუდმივად დაუბრუნდეს აი ამ სიწმინდის გზას, ის რასაკვირველია მისი სინანული ჩაითვლება საქმე და ისიც საბოლოოდ აი წმინდანთა დასში შეირაცხება და უკვე არა წუთისოფელში, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ და ნუ ყოველ შემთხვევაში მეორედ მოსვლის ჟამს ნამდვილად ასეთ ადამიანს ღმერთი აცხოვრებს. ამას გვეუბნება ეკლესია, რომ ვინც ასე ცხოვრობს, წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ მუდმივად არ ურიგდება ცოდვას და მუდმივად ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ, ასეთებიც ცხოვრდებიან ისევე როგორც წმინდანები. და აი შერიგება ცოდვასთან და რაღაცა ნორმის დადება, რომ აი მე ბევრი სიკეთე გავაკეთე და ახლა მე მეტი არ შემილია წმინდანი არა ვარ, ეს არის უკვე ლოგიკა არა ქრისტიანული. ეს არის წარმართული ლოგიკა, ეს არის კაცობრივი ზრახვა და ამიტომაც არ დადის საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეკლესიაში, იმიტომ რომ მას ეს არ ჭირდება. ნუ მან რაღაცა თავის რაღაცას მიაღწია, რაღაცა ცხოვრებაში რაღაცა შექმნა, რაღაცა გააკეთა, ბევრი სიკეთე გააკეთა, ბევრ ადამიანს დაეხმარა და ახლა ისვენებს. ნუ რაღაცა უნდა დადგმეს ცხოვრებით. აი ეს არის სულიერი სიკვდილი. და ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არ ცდილობს სრულყოფას. და აი სწორედ ეს მცნება გიყვარდეს მტერი შენი და სწრაფვა რომ ეს შეასრულო, ყოველ შემთხვევაში მუდამ ეცადო ამას. ეს არის სწორედ ქრისტიანული ცნობიერება, ქრისტიანული ლოგიკა, რასაც რისი მიღწევაც შეუძლებელია სული წმინდის მადლის მუდმივი განახლების ასე იგი გარეშე. და როგორ შეიძლება აი ეს მადლი, რომელიც ჩვენ ათლობაში მივიღეთ, რომ განახლდეს? მხოლოდ და მხოლოდ ისევ სადაც მივიღეთ, ეკლესიაში მივიღეთ ეს მადლი, ვკარგავთ ადამიანური უძლურების გამო წუთისოფელში და ისევ ეკლესიაში ჩვენი აღსარებით, მონანიებით, ჩვენ ღმერთი გულწრფელი სინანულის შემთხვევაში აღსარების ჟამს მოძღვრის მიერ წაკითხული ლოცვა გვანთავისუფლებს ამ ცოდვის ტვირთისაგან, რომელიც განდევნის მადლს და გვიბრუნდება ეს მადლი ჩვენ ახლიდან ვიბადებით. აი ეს არის ეკლესია არის მარადიული განახლების, მარადიული ახლიდან შობის, ასე ვთქვათ, საიდუმლოება და ნუ ზიარება რასაკვირველია ქრისტეს ხორცთან და სისხლთან შეერთება, ესე იგი ეს არის ისევ დიახ სრულყოფის მომენტია ეს. აი ეს არის სრულყოფილ ღმერთთან შეერთებული ადამიანი სრულყოფილი ხდება იმ წამში. მერე შეიძლება ისევ წუთისოფელმა, ასე ვთქვათ, დააშოროს, მაგრამ ეს წამები არსებობს და ეს წამები გაგვიცდია ჩვენ ვიტყვი რომ
ნებისმიერ ადამიანს განუცდია, იმიტომ რომ ღმერთს უყვარს ადამიანი, თუნდაც ურწმუნოც კი და იმასაც განაცდევინებს აი ამ რაღაც ნეტარებას, რომ იმ ნეტარებამ დააფიქროს, რომ ეს ნეტარება არსებობს და ეძიოს გზა ამ ნეტარებისკენ. და ეკლესია არის გზა, რომლის შესახებაც მაცხოვარი ბრძანებს, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და მე ვარ ცხოვრება. აი ამ გზაზე უნდა ვიაროთ და მუდმივად სრულყოფის გზაზე უნდა ვიაროთ და მაშინ ჩვენი ცხოვრება აქ წუთისოფელშიც, როგორც მაცხოვარი გვეუბნება, აღარ იქნება მწარე, იქნება ტკბილი და ჩვენი ტვირთი არ იქნება მძიმე, იქნება მსუბუქი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეს უნარი უანგარო სიყვარულისა, გვიყვარდეს მტერი ჩვენი. ჩვენთან არს ღმერთი.